2020 წლიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მფლობელებს ფარების გამოწვრის ვალდებულება ექნებათ. სახელმწიფო მიზეზად შემოხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალის შეზღუდვას ასახელებს. ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ფაჟა იორდანიშვილმა განაცხადა. სამწუხაროდ ჩვენმა მოქალაქეებმა სწორედ ვერ აღიქვეს, რომ სტიკერი დაშვებული იყო როგორც გამონაკლისი. მიდიოდნენ ინსპექტირებაზე, აკრავდნენ სტიკერს, მაგრამ ცენტრიდან რომ გამოდიოდნენ, ისევ აზრობდნენ და შედეგი რეალურად არ დგებოდა. ამის გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიკერები გარდამავალ პერიოდში 2020 წლამდე იყოს დასაშვები. აღნიშნა იორდანიშვილმა. თუ რას ფიქრობენ ამ საკითხის შესახებ ქუთაისში, ამით მეგატივი დაინტერესდა. ანუ მანდ არის ვითარება როგორი, როდესაც ადამიანი რულზე ზის საჭიზე, ფარები არის განაწილებული ესე. მარცხენა ფარი უფრო ახლოს ანათებს, ანუ დალნებს რო ეძახიან შორ განათებას და მარჯვენა ფარი უფრო შორს. როდესაც მანქანა არის მარჯვენა რულიანი, იმას საპირისპირო მხარეს აქვს ეს განვითარებული და როდესაც ტრასაზე მიდიხარ, ან მაგალითად ქალაქგარეთ მოძრაობა მაგალითად, ხო? და ღამეა იმათი მანქანები, მარჯვენა რულიანის მანქანები განათებას უთხოვთ პირდაპირ თვალებში და აბრმავებს. აი, ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ რეალურ ავარიას გადავრჩენილ ვარ მე პირადად მაგალითად. ანუ ვეღარ დაგინახე. ხო, ნუ ისეთ შუქი რომ მოდის ისეთნაირად უთყავს, რომ ფარი თვალებში ხვდება და გზას ვეღარ ხედავ უკვე და შეიძლება ვიწრო გზა რო არის, ან გზიდან გადავარდი, ან ამას სხვას შეეჯახო, ან ასე შემდეგ რა. კარგია და მანდ. გადასარევი შესანიშნავი რამე არის და ვაფშე კარგი იქნება მარჯვენა რულიან მანქანებს თუ აკრძალებენ საერთოდ რა. მე იმიტომ არ მოვფიქრე, რომ მარცხენა რულიანი მყავს, გადაიყვანონ რა. გადაიყვანო და ესეა მარჯვენა რულიანი გზები არა გვაქვს ჩვენ. ჩვენს ქვეყანაში არ არის განვითარებული და საჭირო არის რომ იყოს უკვე და მარცხენა რულიანი. და არ ქონეს იმისი შიში რომ ეხლა ის იქიდან აბგონზე რომ გამოდის, ხედავს გზას, ვერ ხედავს, იცის, არ იცის მარჯვენა რულიანი თუ მარცხენა რულიანი. უკვე მაგანას რო ხედავ, ეს მანქანა, მაგალითად იაპონური მანქანები არის, ზოგი მარცხენა რულიანი, ზოგი მარჯვენა. ეს მარჯვენაა მაგალითად. მე უკვე რომ მივდივარ, როგორ გავიგო ეხლა მე წინასწარ მეტყველი ხო არა ვარ, ეს მარჯვენა რულიანია, მარცხენა რულიანი, ხედავს ეხლა რომ მოვდივარ თუ ვერ მხედავს. რო გამოდის ეხლა იქიდან მანქანა, ვერ ხედავს ხოლმე. ხვის რო გამოყოს ბოლომდე, ხო მე დაგინახავს და მე თუ დავარტყი მანქანას რაღაც მინდა მაგისთანაც დანახო, ხო? ზოგ სტიკერები აქვია, მაგრამ ბევრს არა. აი ვისაც სტიკერები აქვს, იმას უფრო წესიერი და სწორი დამოკიდებულება აქვს, მე მგონია რომ უკან მანქანას ანიშნებს. მნიშვნელობა აქვს, ზოგს საერთოდ ისეთი ფარები უგიათ, რომ სულ სხვანაირი შუქები აქვს და არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია, სიახლეა ჩემთვის. ჩვეულებრივად ანათებს ჩემი მანქანის ფარები და პირიქით მე უფრო მიქმნის დისკომფორტს, რაღაც ზოგს ყვითელი ფარები აქვს, ზოგს ძალიან თეთრი ფარები აქვს და თუ საერთოდ შეიძლება იქნება ალბათ კანონში ჩატანილი ეგეთი ცვლილებები, რომ ყველას ერთნაირი შუქები ექნება. ხონიაში ხო ნააბაროთ მოძრაობაა და არის იგი მიმართულება არის სხვანაირი. მერე კაია, ფარებს თუ გამოგვიცვლიან და რა ვიცი, რუსაც გადაგვიტანენ. კაი იქნება. მე მყავს მარჯვენა რულიანი, მაგრამ გასწორებული მაქვს ფარები, შეცვლა არ უნდა ფარებში. ახლა დისკომფორტს გიხმის, რა თქმა უნდა, მაგრამ გასწორებ და მე ჩვეულებრივად ანათებს როგორც მარცხენა რულიანის. გასხვავდება და გამოსაცვლელი. მე ასე ვფიქრობ. ან გასასწორებ. კონტუ შექმნიათ პრობლემა. მე არა, სხვა შექმნება პრობლემა, ვისაც შევხვედი მოძრაობაზე. საერთოდ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი სხვანაირად ანათებს, გენაცვალე, მაგრამ გვაცოცხლეთ 2020 წლამდე და ვნახოთ რა როგორ იქნება. ადლობა. ცვლილებების თანახმად ტექინსპექტირების ორგანოებში შემოწმებას აღარ დაექვემდებარება ავტომობილის დამუქებული მინები. შესაბამისად, ამაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღარ დახარვეზდება. აღარ მოხდება ფერის გამო დახარვეზებაც. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.